მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2022 წელი ამოცანა ნომერი 33. ნახატზე გამოსახულია ორი A და B სხეულების დნობის გრაფიკები. T ტემპერატურა, Q მიღებული სითბოს რაოდენობა, სხეულების ნივთიერებების კუთრის სითბო ტევადობები ერთმანეთის ტოლიაო კანონმდებლობებშიო და განსაზღვრეთო ორი კითხვა აქვს აქ მოცემული. კარგით, ახლა პირველ რიგში მოცემულობა ჩავწეროთ, მოდით. რაც გითხრეს, ესე იგი მოცემული გვაქვს T ტემპერატურა, Q სითბოს მიღებული სითბოს რაოდენობა და აგრეთვე გითხრეს, რომ C კანონმდებლობაში 100-თვის ტოლი არისო, 100 სხეულისთვის იგივეა, რაც C კანონმდებლობაში კუთრის სითბო ტევადობა B-სთვისო. ბატონო. და პირველი გთხოვენ გავსაზღვროთ B სხეულის მასის შეფარდება A სხეულის მასასთან. აი, მოდით ახლა სურათს შევხედოთ, სანამ ამას გავაკეთებთ. ახლა აქ როგორც ხედავთ, ერთეულები არ არის მოცემული და პირობითად აი დანაყოფის ფასი იყოს Q0 და ამ დანაყოფის ფასი იყოს T0. ხო? კი ბატონო. ახლა ამ ნახაზზე გრაფიკზე ჩვენ რა გვაქვს? ჯერ თავიდან გვაქვს მყარი მდგომარეობა, ხო? აი ეს არის შესაძლებელი მყარ მდგომარეობას. ეს მყარ მდგომარეობას, შემდეგ გვაქვს უკვე დნობის პროცესი, რადგანაც ტემპერატურა არ იცვლება, ეს არის დნობის პროცესი. აი ეს არის დნობის პროცესი. და უკვე თხევადი მდგომარეობა გვაქვს, ან გამდნარი, რა ვიცი, თხევადი დავაწეროთ, თხევადი მდგომარეობა გვაქვს. ახლა გვაქვს თხევადი მდგომარეობა. თხევადი. ხო. ახლა პირველ შემთხვევაში, პირველისთვის A სხეულმა რა სითბოს რაოდენობა მიიღო? დავწეროთ მყარ მდგომარეობაში. Q მყარ მდგომარეობაში 100-თვის ტოლი იქნება ამ სხეულის მასა MA გამრავლებული კუთრ სითბო ტევადობაზე C-ზე და გამრავლებული კიდე ტემპერატურის ცვლილებაზე დელტა T მყარი 100-თვის, ასე. კი ბატონო, ახლა აქ წესით C მყარი უნდა დაგვეწერა. დავწეროთ, მოდით C მყარი 100-თვის არის ეს და Q ჩავწეროთ, იგივე ჩავწეროთ ახლა მოდით B-სთვის, B სხეულისთვის ეს ტოლი იქნება MA C მყარი B-სთვის. არა, C მყარი 100-თვის და C მყარი B-სთვის ესენი ერთმანეთის ტოლია და მოდი ეს C-ი აღვნიშნოთ, რომ ამდენი არ წეროთ ხოლმე, ეს ორივე ერთმანეთის ტოლია და C-ს ტოლი იყოს და გვიქნება დელტა T მყარი B-სთვის. და ჩვენ გვეუბნებიან მასების შეფარდება გვაინტერესებს და მოდით, ქვედა გავყოთ, ან ზედა გავყოთ ქვედაზე. ნახოთ რა გამოგვივა. ჩვენ ახლა თუ ავდგებით და ზედას გავყოთ ქვედაზე, მივიღებთ Q მყარი 100-თვის შეფარდებული Q მყარი B-სთვის, ეს ტოლი იქნება MA C დელტა T მყარი 100-თვის შეფარდებული აქ არ გვინდა, აქ გვინდა B, რა თქმა უნდა, MB C დელტა T მყარი A. ეს C-ები შევეკვეცა და ახლა შევხედოთ. მიღებული სითბოს რაოდენობა მყარ მდგომარეობაში რამდენი არის? შევხედოთ A სხეულისთვის. A სხეულისთვის არის აი ეს არის, ხო? აი აქედან, აი აქამდე. აი ეს, ხო? ეს არის 3Q0. ეს არის 3Q0. კი ბატონო. ხოლო ახლა შევხედოთ B-სთვის. B-სთვის რა გვაქვს? B სხეულისთვის. B სხეულისთვის გვაქვს აი ეს ნაწილი, ხო? აი B-სთვის. აჰა, B-სთვის გვაქვს ეს ნაწილი. B-სთვის გვაქვს ეგ ნაწილი, კი ბატონო, ესე იგი Q მყარი B-სთვის. ესეც 3Q0 გამოგვივიდა, ხო? B-სთვის საინტერესოა 3Q0, ასე. და ესე იგი ესენი 3Q0 და 3Q0 გვეკვეცება, ეს და ეს რჩება ერთის ტოლი. ანუ ეს ერთია. შემდეგ ახლა შევხედოთ თვითონ ტემპერატურებს რა მოუვიდა. ტემპერატურა 100-თვის რამდენით შეიცვალა? აი აქ, აი აქედან, აი აქამდე. შეიცვალა, აი ეს მონაკვეთი, აი ეს T0 ყოფილა, ხო? აი ეს ყოფილა T0. აქ რატომ ვიწერია B, აქ უნდა გვეწეროს B, რაღაც სისტემებს უშვით. ხო, ზედა გავყავით ქვედაზე და აქ რა თქმა უნდა B უნდა გვეწეროს დელტა T მყარი B-სთვის და B-სთვის რამდენით შეიცვალა, ვნახოთ. იყო აი ეს ტემპერატურა, გახდა აი ეს ტემპერატურა და აი ეს არის ცვლილება, ეს არის 3T0. შესაბამისად აი ეს იქნება 3T0. ეს T0 და T0 შეგვეკვეცა და 1/3
ესე იგი 1/3 მარჯვნივ დაგვრჩა 1/3 MA MB ეს ტოლი არის 1-ის საიდანაც MA-ს შეფარდება MB-სთან ტოლი ყოფილა 3-ის ხო ესე იგი მეორე ასხეულის მასა ბესხეულის მასა სამჯერ მეტი ყოფილა პირველის პასუხი რა დავწეროთ ახლა მოდით პირველის პასუხი ყოფილა MA შეფარდებული MB-სთან ტოლია 3-ის და ეხლა მეორეზე გადავიდეთ მეორე ვეცადოთ რა ვიცი აქ თუ დავდებთ კარგი იქნება მოდით ეს აღარ გვირდება აი ეს ნაწილი და აი აქ დავწეროთ აი აქედან დავიწყოთ კი ბატონო ხო ეხლა მეორე შემთხვევაში გვაინტერესებს რა ბესხეულის ნივთიერების CB კუთრის სიტყვატევადობა თხევად მდგომარეობაშიო თუ თხევად მდგომარეობაში ასხეულის ნივთიერების კუთრის სიტყვატევადობაა CA-ო ესე იგი CB გვაინტერესებს თუ ვიცით CA ესე იგი მეორე შემთხვევაში CA-ც ვიცით აი CA ვიცით ეს მოცემული სიდიდეა ესე იგი CB რამენერად უნდა გამოსახოთ CA-ს საშუალებით ჩვენი მიზანი არის ეგ კარგით ეხლა თხევადისთვის მოვიქცეთ იგივენაირად Q მიღებული სიტყვის რაოდენობა თხევად მდგომარეობაში ასხეულისთვის ეს ტოლი იქნება MA სხეულის მასა მდგომარეობაში CA კუთრის სიტყვატევადობა ასხეულისთვის და დელტა T თხევადი მდგომარეობაში A-თვის იგივენაირად გავაკეთოთ მოდით B-თვის Q თხევადი სიტყვის რაოდენობა რაც სიტყვის რაოდენობაც მიიღოთ B სხეულმა ეს ტოლი იქნება M სხეულის მასა B-სი CB დელტა T აქაც თხევადისთვის ოღონდ B-თვის ახლა ჩვენ როგორ მოვიქცეთ ჩვენ გვაინტერესებს CB მოდი ქვედა გავყოთ ამ შემთხვევაში Z და Z მაშინ რა იქნება Q თხევადი გვექნება B შეფარდებული Q თხევადი A-თვის ეს ტოლი იქნება M A არა პირიქით ვაცრავოთ MB შეფარდებული MB CA დელტა T თხევადი A თხევადი რომელიც ვაფარდებთ თუ გაცრავად ახლა ჩვენ არა ვირიოთ ერთი წუთით ქვედას ვაფარდებთ Z-დასთან დატობაც Z-დას ვიწევ MB CB იქნება დელტა T თხევადი B იქნება ხო გაიყოფა Z-დაზე ანუ MA CA დელტა T თხევადი A-თვის ეხლა MA-ს შეფარდება MB-სთან მივიღეთ 3 აქ ვიწერია MB-ს შეფარდება MA-სთან ეს კიდე იქნება პირიქით 1/3 ხო 1/3 აი ეს არის 1/3 კი ბატონო ეხლა მოდით ამას დავაკვირდეთ თხევადისთვის აი აქ რა ხდება და აი აქ თხევადისთვის B-სთვის თხევადისთვის Q-ს რა მოვიდა აი აქედან აი აქამდე შეიცვალა ესე იგი აი 3 ერთეულით შეცვლა ხო ეს იქნება 3 Q0 მოდი შევხედოთ ახლა თხევადში 100 რა მოვიდა აი აქედან აი აქამდე შეიცვალა აი ეს არეა ესეც 3 Q0 ხო კი ბატონო ესენი შევიკვეცა და ეს 1 დაგვრჩა ანუ ეს ტოლი არის 1-ის ახლა დელტა T-ებს დავაკვირდეთ დროებს რა გამოვიდეთ ხო თხევადისთვის ახლა თხევადისთვის B-სთვის აი B-სთვის აი იქ იყო აი ეს იყო აი აქედან აი აქამდე შეიცვალა ხო აი ეს ნაწილი ესე იგი 3T0 აი ეს არის 3T0 და ეხლა 100 რა მოვიდა და შევხედოთ 100 ასე იგი 100-თვის აი აქედან აი ამ წერტილიდან ეს რო T0 არ დაგვიწდეს აი აქამდე შეიცვალა ხო თხევადისთვის ეს არის 2 T0 ეს ესე იგი ეს 2 T0 ყოფილა 2 T0 აი ეს ნაწილი ეს 3 და ეს 3 შეგვეკვეცა ხო T0-ებიც შეგვეკვეცა და რა გადაგვჭა ეხლა აქედან ჩვენ რა დაგვჭა აქედან ჩვენ დაგვჭა რომ CB აქ მარტო CB დაგვჭა CB-ს შეფარდება ქვემოთ აი ეს ორიანი დაგვჭა და C-ა დაგვჭა 2 CA-სთან ტოლი არის 1 საიდანაც საძიებელი CB კუთრის სიტყვატევადობა ტოლი იქნება 2C100 ჩავწეროთ საბოლოოდ პასუხი ესე იგი CB ტოლი ყოფილა 2C100